გამარჯობა, მე ვარ ნიკო და ეს არის პოდკასტების სერია გამონათქვამები და წერილები. დღეს კი თქვენ ამ პოდკასტში მოისმენთ წერილი დედას, მერაბ კოსტავა. ჩემო დედა, ამ ბარათს გწერ იმ შემთხვევისათვის დამგზავრებამდე თუ ვერ გეხილე. იმ დღევანდელ მცირე უხეშობას მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ხომ იცი, მხოლოდ უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებს ვექცევით თავისუფლად, როგორც საკუთარ თავს, ხშირად კიცხვით და უმიზეზო საყვედურითაც. ცხოვრებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უახლოესთაგან პატიებაც ბუნებრივად მიგვაჩნია. ნუ დამემდურები და გულს ნუ იტკენ. ყველაზე მეტად შენ და შენი ჯანმრთელობა მადარდებთ. დანარჩენები უფრო მყარად მეგულებიან. შენ განსაკუთრებით უნდა მოუარო თავს და დამხვდე მრთელი და უნებელი. ჩემზე ნუ იდარდებ. ყველაზე ნაკლებ გასაჭირში მე ვიმყოფები. ჩემთვის ციხე გართობაა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. წელიწადის ეტლი ორჯერ შემოbrunებასაც ვერ მოასწრებს, რომ ჩვენ ხანგრძლივი ხელვის შესაძლებლობა მოგვეცემა ჩემი გასახლების ადგილზე. ნუ გეშინია, დრო სადოღე ბედაურივით გაირბენს. თავის სარბიელს ვეცდები მჭიდროდ ავეკრა უნაგირს მისას და მტკიცედ ვიპყრა ხალთ მისი სადავეები, რათა არ მიმუხტლოს და ფლოქებ ქვეშ არ მომიყოლოს მის მარულაში ჩაბმული იმედის კარიბჭეთა მაძიებელი. კარს ნუ გაუღებ ამაო დარდებს, ჰერიდე მაგ ვერაქსა და არა მკითხე სტუმარს, ვინძლო გული ჟანგივით არა მოგჭამოს და ეუმეტესად სიხარული დამკვიდრობდეს შენში. ან კი ბედის სამდურავი რა გჭირს. იცოდე, შენი გაზრდილი აროდეს შეგარცხვენს, თავად ასე მსურს, ხოლო განგებამ უკეთ უწყის. შეხვედრამდე აზრსა და გონებაში ჩემთანივლი. ზოგიერთი განშორება უფრო აახლოებს ადამიანებს. ჭეშმარიტად დიდადა ვარ შენგან დავალებული. ამჟამად უფრო თვალნათლივ ვხედავ პატიმარყოფილი მამისადმი შენახულმა ნამუსმა, შენ მიერმა აღზრდამ და ჩემდამი მსრუნველობამ სიკეთის რაც ძვირფასი ნერგი აღმოაცენეს შემში, ხოლო ბოლო ჟამს შენი გამბედაობით თითქმის აღმოჩენად ჭეშმარიტად ახალ ადამიანად წარმომიჩნდი, ვის შეუძლია იამაყოს საკუთარი დედით, თუ არა მე. თავის გამხნევება გმართებს. იცოდე, დადარდიანებულ სახე შენსას, რანაირადაც ბოლოს გეხილე, ვერა და ვერ ვიტან. როცა ამნაირს გიყურებ, გუნება მემღვრევა და სულში ბალღამი მეღვენდება. დიდხანს ვეღარ ვუბრუნდები კალაპოტს. თხო, ეს დარდი ჩამომაშორო. იცოდე ცოცხალს რომ ვერ მოგისწრო, არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. მაშინ ვინღა დავადანაშაულო. ეს ამბავი ჩემს თავსაც და სხვასაც ხომ სასტიკად უნდა მოუკითხო. თავს კი კარგად ვიცნობ. მხოლოდ განუზომელი მოთმინებით თუ ვფარავ და ვავიწროებ უსაზღრო რისხვასა და შურისგების შესაძლებლობას. ამგვარმა სტიქიამ რომ სადავე გამომგლიჯოს და თავი წამართვას, მაშინ ვეღარაფერი დამაკავებს და საკუთარ თავს და ალბათ იმ სხვებსაც უბედურებას ავუტეხავ. სხვა რომ არ იყოს რა, სწორედ ამიტომაც გმართებ შენი თავი უვნებლად დამახვედრო. ქვეყანაზე მარტოოდენ დედა და მამაა ერთადერთი. დანარჩენების რიცხვი მხოლობის ძელდება. აბა შენ იცი როგორ გამკვრევდები რწმენაში და სასოცარ წარიკვეთ. უფალს განსაკუთრებით უყვარს ქვრივი და ობოლი და მფარველობას თვისას აროდეს დაიშურებს მათთვის. აბა მხნედ და მაგრად იყავი. ეს ტიალი დროც მამალი მგელისაგან დამფრთხალი კურდღელივით გადაირბენს თავის მინდორს. ოღონდ ჩვენ ნუ შევუშინდებით მის სურპრიზებს. თავარი ისაა ჩვენი მომავალი, გზათა შესაყარისაკენ რომ მიგვაქანებს, იგი შეუჩერებლივ. მაშასე, კოცნი მრავალს, შენი მერაბი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.